გამარჯობა, დღეს განვიხილავთ Dark Project-ის უდახვეწილეს და ულამაზეს პერიფერიებს. კლავიატურები, ყურსასმენები, მაუსი და რა არის მიზანი? უმოკლეს დროში გავიგოთ რომელი არის საშენო. დავიწყოთ. პირველი არის Alu Bushido, კლასიკური სადენიანი მექანიკური კლავიატურა. ის არის აგებული მყარი ალუმინის ჩარჩოთ. და მას აქვს G3 MS Moonstone switch-ები, რომელიც არის ძალიან ჩუმი, უკლიკო და არატაქტილური. ეს იმას ნიშნავს, რომ მასზე კრეფა არის ძალიან კომფორტული. ეს არის საიმედო მექანიკური კლავიატურა ზედმეტი ფუნქციონალის გარეშე. თუ გსურთ ხელმისაწვდომი და მყარი კლავიატურა და არ გჭირდებათ უკაბელო ვარიანტი, ეს იდეალური კანდიდატია. ხოლო თუ გსურთ უკაბელო ვარიანტი, Altera Nova Black-ი არის იდეალური ვარიანტი მანთვის, ვინც აფასებს ფუნქციონალსა და ესთეტიკას. მისი მთავარი ვარსკვლავი არის 1,5 კილოგრამიანი ალუმინის ჩარჩო. ეს იდეალურია სტაბილურობისთვის და ინტენსიური გამოყენებისას არ გასრიალდება. სიმყარესთან ერთად ბეჭდვის ხმას ბევრად უფრო სასიამოვნო არის, ვიდრე სხვა პლასმასის кейსზე იქნებოდა. აქაც G3 MS Moonstone switch-ები ხდება, რომლის შეცვლაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. და ასევე ძალიან მაგარი ფაქტი წინასწარ დაზეთილი არის, რაც ხშირად არ გვხდება სტოკ კლავიატურებში. ასე ბეჭდვა არის ბევრად ჩუმი და მდგრადი. ეს კი იდეალურია ინტენსიური გეიმინგისთვის და დიდხნიანი ბეჭდვითი სესიებისთვის. უკაბელო კავშირსაც შეეხება, შესაძლებელია Bluetooth-ით 3 დევაისს ერთდროულად დავკავშირდეთ, მაგალითად PC, ლეპტოპი და ტაბლეტი. და ერთი ღილაკის დაჭერით კი შეგიძლიათ ერთმანეთში ცვალოთ მოწყობილობები. ასევე აქვს 2,4 GHz-იანი კავშირი, რომელიც სადენიანი კავშირის მსგავს გაყონებას იძლევა. ახლა კი 1.27 Fuji, რომელსაც უფრო გახსნილი დიზაინი აქვს და მე თუ მკითხავთ, ბევრად უფრო ლამაზადაც გამოიყურება. თუმცა სხვა კლავიატურებთან შედარებით ნაკლებად ჩუმია. საკვანძო სიტყვა ABS კიქებს და კვლავ G3 MS საფირის switch-ები არის. რაც ნიშნავს, რომ კლავიატურა სრულად მოდულარულია და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ switch-ები კვებიდან გამართვის გარეშე. თეთრ ფერზე RGB განათება კიდევ უფრო ლამაზად ჩანს და მას აქვს ტრადიციული სადენი. ახლა კი გადავიდეთ Dark Project-ის სხვა კატეგორიაზე, კონკრეტულად კი Nexus-ის მაუსზე, ან თაგუნაზე. ამ მაუსში ყველაფერი გათვლილია სისწრაფეზე და სიზუსტეზე. ის იწონის სულ რაღაც 47 გრამს და იდეალურია სწრაფი ფლიკებისთვის და მიკრორეგულირებებისთვის, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა FPS თამაშებში. მასში ჩაშენებული ფლაგმანური Pixar სენსორი კი არის ოქროს სტანდარტი. ის იძლევა უხარვეზო ჯიტერის გარეშე ტრეკინგის საშუალებას. უმაღლეს 26000 dpi-ს. შესაძლებელია დაკავშირება 2,4 GHz-იანი კონექტორით, ასევე Bluetooth-ით და Type-C კონექტორით. ელემენტის ხანგრძლივობას რაც შეეხება, კი არის 40 საათი. ზოგადად ეს მაუსი იდეალურია მათთვის, ვინც აპრიორიტეტებს მინიმალურ წონას და მაქსიმალურ წარმატებას. Dark Project-სანო არის უკაბელო ყურსასმენები იმ გეიმერებისთვის, ვისაც უნდა კაბელის გადაჭრა და მნიშვნელოვანი ფუნქციების შენარჩუნება. მას აქვს მოხსნადი მიკროფონი, 2,4 GHz-იანი კავშირი მაქსიმალური სტაბილურობისთვის, Bluetooth 5 და 3, რომ მრავალ დევაისს ერთდროულად დაუკავშირეთ და ასევე ძალიან კარგი ელემენტის ხანგრძლივობა, რომელიც 25 საათი ძლებს. ეს კი ყველანაირში ფოთვას აგარიდებ თავიდან, რომ უცებედად არ გაგეთიშოთ თქვენი ყურსასმენი. ელემენტის ხანგრძლივობა იდეალურია დიდხნიანი გეიმინგ უიკენდებისთვის. მიკროფონს კი აქვს ხმის ჩახშობის ფუნქცია და ასე თქვენი ხმა ყოველთვის სუფთა იქნება. ყურსასმენს აქვს 50 მმ-იანი დრაივერი და 7.1 surround audio. ეს კი იდეალური საშუალებაა, რომ ბოლომდე ჩაეშვათ თამაშის სესიაში. Memory foam ბაჟები კი თამაშის დიდხნიანი პროცესს ბევრად უფრო კომფორტულს და ნაკლებად დამღლელს ხდის. ეს ყურსასმენები იდეალურია მათთვის, ვისაც უნდა დამატებითი ფუნქციები. კომფორტული უკაბელო გეიმინგ სესია, ისე რომ არ უწევდეს ელემენტის დატენვაზე ფიქრი. დღეისთვის კი სულ ეს იყო მეგობრებო. გამაგემინეთ, რომელი ტექი ჯდება თქვენ სტილში ყველაზე მეტად და არ დაგავიწყეთ თამაშის სესიებს შორის წყლის დალევა და 1000 ერთხელ გაწელვა მაინც. დამატებითი ინფორმაციისთვის და ფასებისთვის კი ეწვიეთ ვიდეოს აღწერაში მითითებულ გმულს. მე კი დროებით დაგემშვიდობებით. კარგად.